ჩვენ როდესაც ტაძარში მოვდივართ, ჩვენ აუცილებლად უნდა საკუთარ თავს შევეკითხოთ, ესე იგი, ვინა ვართ, რისთვის მოვედით, საერთოდ რა გვინდა, რას ვეძებთ. მიზანი რა არის ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისა. იმიტომ ვამბობ, რომ ზოგჯერ შეიძლება მიზანი და საშუალებები ადამიანს ერთმანეთში აერიოს და თუ ესენი ერთმანეთში აერია, მაშინ უბრალოდ აზრი არ აქვს, შედეგს ვერ მიაღწევ. ახლა ჩვენი მიზანი თუ არ არის უფალთან ყოფნა, უფლისადმი მიმსგავსება და ჩვენი მიზანი თუ სხვა რამეა, ნებისმიერი სხვა რამე, მაშინ უკვე არასწორია. თუ ადამიანმა, ესე იგი, თუ ადამიანს სინდისი სწორად უმუშავებს, იმას აღარ ჭირდება რაღაცა, ძალიან მოწესრიგებულია, სულ სხვაგვარია. თავარი ეს არის, რომ ადამიანში სინდისი სწორად ამუშავდეს. ესე იგი, რამხელა ძალისხმევა დაჭირდება ახლა ადამიანს, რომ გორიჯვრის სალოცავში, რომ გაფუჭებული მანქანა აიყვანოს. ამა წარმოიდგინეთ, რამხელა აღმართებია და მანქანა, რომელიც არ იქოქება, მიაწეს და აიყვანოს. რამდენი უნდა ეწვალო, ხო მართალია? რამდენი კაცი უნდა ეწვალოს. ხო და მაგრამ თუ იმ მანქანას შეაკეთებდნენ, ამუშავდებოდა, ის აქეთ აიყვანდა იმ უამრავ ადამიანს. იმას მიწოლა აღარ დაჭირდებოდა. რატომ ამბობ? ადამიანში სანამ სინდისი ამუშავდება, მას ძალით მიათრევა, ესე გააკეთე, ისე გააკეთე. მაგრამ საკმარისია ერთხელ სინდისი ამუშავდეს, რომ მორჩა, იმას აღარ ჭირდება მერე. ის თვითონ გააკეთებს. ამიტომაც ჩვენ მივაქციოთ ყურადღება ჩვენ სინდის, რომ ხო არ არის გადაქელილი, ხო არ არის ისე, რომ უკვე აღარც კი გვესმის მისი მხილება. ზოგჯერ არის, რომ ადამიანს შეიძლება ძალიან პატარა გადაცდომის გამო გული შეუწუხდეს, იმდენად შეაწუხოს, მაგრამ შეიძლება იმდენად დაუზიანდეს სინდის, იმდენად დაუბლაგდეს, რომ უკვე დიდი ცოდვების გამოც კი აღარ აწუხებდეს. თუმცა სინდისი მაინც არ კვდება საბოლოო ჯამში და ჩვენ რომ ღვთის წინაშე წავდგებით, იქაც ჩვენი მამხილებელი იქნება. იმიტომაც ამბობს სახარება, რომ შეურიგდი შენ სინდის, სანამ მასთან ერთად გზაზე დგახარ. რომ არ მიგიყვანოს სასამართლოში და არ გადაგცეს მსაჯულს და იქ არ დაისაჯო მარადიულად. ყველაფერში უნდა აკვირდებოდეს ადამიანი თავის სინდის და თუ ადამიანს უნდა რომ სიმშვიდე მოიპოვოს, სხვაგვარად ვერ შეძლებს. თუ სინდის არ აკვირდება. პატარა გადაცდომის გამოც კი სინდისი აუცილებლად ამხილებს ადამიანს. მით უმეტეს ახალმოსული ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ მარტო წესები კი არ ისწავლოს ტაძარში მოსვლით, არამედ ისწავლოს ქრისტიანობა, ისწავლოს ქრისტესადმი მიბაძვა, რასაც არაერთხელ გვითხოვს, სახარების გარეშე ვერ შეძლებს, სახარების კითხვის გარეშე ვერ შეძლებს, იმიტომ რომ სახარება არამოდ უნდა წაიკითხოს, არამედ უნდა ეცადოს, რომ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულოს, ესე იგი.